რეკლამის შემდეგ ქრონიკა პირდაპირ ეთერს უბრუნდება. თბილისის მერი გიგი უგულავა ლადო-არძელაშვილს და ძიუდოს და საქართველოს ევროპის პრეზიდენტებს შეხვედრაზე თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილი ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშების დეტალებზე ისაუბრეს. ტრადიციული შეჯიბრი წელს ყველაზე მასშტაბიანი იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებს 51 ქვეყნის წარმომადგენელი. თბილისის მსოფლიო თასზე მონაწილეთა სიმრავლე შეჯიბრის მნიშვნელობამ გამოიწვია. ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშება სპორტის სასახლეში 28-29 იანვარს ჩატარდება. ნელ-ნელა ისევე როგორც სპორტის სამინისტროსა და ასევე ჩვენი ერთობლივი ღონისძიებებითა და მეცადინეობის შედეგად სულ უფრო და უფრო აქტიურად იკვეთება მსოფლიო იმ ქალაქების სიაში, სადაც შესაძლებელია მაღალი დონის ტურნირების ჩატარება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის, იმიტომ რომ დამატებითი ესეთი ღონისძიებები ნიშნავს დამატებით ტურისტს, დამატებით მნახველს, დამატებით ვიზიტორს, დამატებით რეკლამას ჩვენი ქალაქისთვის და რაც მთავარია, ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთიანობაში დამატებით განვითარებას და სამუშაო ადგილებს მოუტანს თბილისსა და თბილისელებს. ამ კუთხითაც ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ამ ტურნირის ხარისხი, თუ როგორ ჩატარდება ეს ტურნირი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამაზე შემდეგ იმოქმედებს იზება და ჩატარება ჩვენ ზოგადად ქართული ძიუდოს განვითარებისთვის. დრეიკი ბარაკ ობამას როლის შესრულებაზე ოცნებობს. რეპერი და მსახიობი აცხადებს, რომ ის ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს უკვე